ესე იგი ხალხო, ეხლა გავიგვიძე, კვება გამიმზადე. 80 გრამი წიწიბურა გვაქვს, დანარჩენი ყველაფერი იგივე. უბრალოდ შვილის ნაცვლად წიწიბურა ჩავსვით და პროტეინს არ ვიხმარ ამ კვებას. იმიტომ რომ უგემური იქნება, ვერ მივატან გემოს კარგად. ესე იგი დილის წონა ვნახოთ ეხლა რა როგორ გვაქვს. ჩვენი სასწორი აგერ არის. სამოდოთ 18 და 100. ესე ჩვენი დილის წონა. მოკლედ ეხლა წავალ, კვებასაც განახებთ რაღაცა. დილის პოზირებასაც დიდი ალბათობით განახებთ და ეგ იქნება რა. ხო, ესე იგი, ეს არის ჩვენი კვება დილის. ეხლა არის 10 საათი დაიწყო. კიტრი პამიდორი კვერცხის სილა, ერთი გულით და 80 გრამი წიწიბურა. მეტი არაფერი. და მარილი გვაქვს 2 გრამი, ან შეიძლება ცოტა მეტი იყო, არ ვიცი. ესე იგი, ნახოთ ეხლა. დილის ფორმა უცებ. ტრენერმა გითხრა კიდე რომ ყოველ 7 დღეში ერთხელ ჩამიყარე, პოზებში ფოტოებიო. სიმშრალე კარგად გვიჭირავს. წყალიც გადის. არ ვიცი, ყველაფერი კარგად არის. ესე იგი ხალხ, პოზების გაკეთება ძალიან გამიჭირდა დღეს. არ ვიცი, ხერხემალი საშილად მტკიოდა. ეხლა ძალიან საშილად მტკივა, ზურგიო ჩავჭიმე. ძალიან ცუდად მიტყავს, ეხლაც ძლივს სწორდები წელში. დავასვენებ და ვნახოთ რა თან შევჭამ და როგორ რა იქნება. ეხლა არის პირველის ნახევარი. ჩვენი შემდეგი კვება გავიმზადე. კარტოფილი ქათმის ფილესთან ერთად. ეს არის მეორე კვება დღის. ვიდეო დავდეთ. დავაედიტე დილას. მოკლედ, ეხლა რა ხდება რა, 2-ის ნახევარზე მაქვს მათემატიკა და მათემატიკის მერე უნდა გავიდეთ დიდუბისკენ სადღაც მამბერ ფიტნესთან. იმის გამო რომ უნდა ვნახოთ ხვიტო. ხვიტოსთან რა ხდება? ხვიტომ უნდა გვათხოვოს მიკროფონი თავისი. დიდი მადლობა მას ამისთვის. მოკლედ ვნახოთ რა როგორ იქნება. გადამყვანი უნდა ვუყიდო ამ მიკროფონს, იმიტომ რომ Type-C შესაერთებელი აქვს და ჩემ ტელეფონს Lightning-ი. ამიტომ ვნახოთ თუ ვიშოვი მაგის გადამყვანს და თუ დავითრიე და ყველაფერი კარგად წავიდა, მაშინ უფრო ხარისხიანი ხმით დაგიბრუნდებით ხოლმე. რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ამ მზადების გადაღება მინდოდა ძალიან ისე რა, ხარისხიანად უფრო. და მიკროფონის გარეშე რთული იყო. მოკლედ ვნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, წავედი ახლა მე. კიდევ ერთი ძალიან ცუდი ამბავია. ხერხემალის საშინლად მტკივა დილიდან. არ ვიცი რატო, აი წარმოდგენა არ მაქვს ისე მტკივა. ძალიან მიჭირს სიარული, ჯდომა ეხა ყველაფერი. გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ 7 საათია. დღეს ვიდეო მთელი დღეს გადაღება მინდოდა. უბრალოდ ტელეფონი გამეთიშა. ბოლო კვებაზე რომ ჩაგერთეთ, იმის მერე მათემატიკა მქონდა პირველ საათზე. სადაც ვერ მოვახერხე წასვლა. იმიტომ რომ ხერხემალი ძალიან მტკიოდა და თან ჩამეძინა. ძალიან გადავიღალი, არ ვიცი. მერე ჩემს ძმაკაც დაუძახე. კრემ რაღაც მალამოები წამისვლა ზურგზე, ცოტა გამიარა, ფეხზე წამოვდექი. არ ვიცი რატო მაქვს ესეთი ტრამვა, ვერ ხვდები მართლა. საშინლად მტკივა. მოკლედ, ეს არის ჩვენი ახალი მიკროფონი, დროებითი, რომელიც ხვიტომ გვათხოვა, გადამყვანი ვუყიდე, ვიშოვე. და იმედია კარგად ისვის ხმა. ეხლა რა ხდება? გავიმზადე კვება. პირველი საათის მერე ვარ გასული სახლიდან. კვების წაღება დამავიწყდა, მეგონა რომ მოვიდოდი, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, ასეთი მსგავსი შემთხვევა და ეხლა მიწევს ჩემი 2 კვება ავინაზღაურო. და ერთი მიწევდა ამ დროს, მეორე მიწევდა შედარებით ცოტა უფრო ადრე. და ეს 2 კვება გავაერთიანე, იმიტომ რომ სხვა გზა მართლა არ მაქვს, ჩაგდება არ მინდოდა. და მოკლედ ეს მეორჯერ აღარ გამეორდება. ისეთი შემთხვევა იყო რა, გამონაკლისია ძალიან დიდი. ესე იგი, ეხლა განახებთ. აქ გვაქვს ბრინჯი. აი აქ გვაქვს ბრინჯი. Whey drip-თან ერთად პროტეინის. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. ტკვილი მინდოდა რა დაახლოებით. და ვნახოთ როგორი იქნება, რომელსაც დარიჩინი მოვაყარე. აქ გვაქვს
ყავა დამატკობლით და დარჩენით ესეც და გვაქვს ჩვენი კარტოფილი და ქათმის ფილეები. თავისი მარილით და ყველაფრით. მე ხა კიდე შეგახედეთ უფრო ახლოდან. ჩემი ხმა იმედია, კარგად ისმის. ვნახოთ რა. ესე იგი, ეს ჩვენი კარტოფილი, თავის ქათმის ფილესთან, მარილთან, ზეითუნისთან, ეს ჩვენი ბრინჯი ვეიდრიპით და ეს ყავა. წავედი ახლა ამას შევჭამ, იმიტომ რომ უკვე ძალიან მშია, ძალიან დიდი ხანია და ცუდად ვარ. ამიტომ აქ დაგემშვიდობები ცოტა ხნით და მე ისევ მოვალ რა. ახლა შევდივართ ორნავიჩი. ქათმის ფილეზე არის ფასდაკლება. რამდენიმეს ვიყიდი, იმიტომ რომ ითავდება. კლედე იქნება რა. რამე იქნება. ვინო? ფილე გაყინული. ეს ერთი. ეს ორი. მესამეც იყოს. ეგდოს. ამას გადავიხდი ახლა და ეგ არის რა. ეს არის ჩემი მონა, რომელსაც მოაქვს ჩემი ქათმის ფილე. ბიჭო, რა სავგავართ? ეს არის ჩვენი პიპია. ეხლა ჩავგურდებით დარბაზში. მანქანიდან კიდე ჩაგერთვებით. ეხლა ჩავდივართ დარბაზში. დღეს რაღაც შემაცია ცოტა. ხელიც ტკივა. ძალიან ცუდია ეგ ყველაფერი. არ ვიცი, მოკლედ უნდა უშველო რამენაირად გამოვასწორო. ესე იგი ხერხემალით ძალიან ტკივა დღეს რატომღაც არ ვიცი. ძალიან ცუდად ვარ მაგ მხრივ. დღეს დაშვენების დღე გვაქვს, ამიტომ გავაკეთებთ პრესს და გავაკეთებთ კარდიოს და წვიმებს. ყველაფერს, ესე იგი, დღეს გასული რო ვიყავი, დანამატები რაღაცები ყველაფერი შეძენილია, სახლში მიდევს, რომელსაც ხვალ აუცილებლად განახებთ, გაგიზიარებთ ყველაფერს. კიდევ ერთი დღე მინდა ჩავწერო მთლიანი კვების პროცესი, რას როგორ ვაკეთებ და ასე შემდეგ. ყველაფერს გაგიზიარებთ, აწირახან მიკროფონი გვაქვს. მოკლედ ყველაფერი კარგად წავა რა. წავა და წავა წინ. მადლობა ხვიტოს კიდევ ერთხელ მიკროფონისთვის. ესე იგი. გავასწრო ახლა გვითელს, ეგარი. ქათმის ფილე ვიყიდე, 1-3 დღე მეყოფა. 3 ცალი არის პრინციპში. მერე კიდე დაველოდები ალბათ რაღაცა ის ფაზეკლებას და მერე კიდე შევიძენ რა, ნახოთ როგორ წავა ყველაფერი. ორაგული მაქვს ჯერჯერობით. წეღარო ბრინჯი გავაკეთე ვეიდრიპთან სასწაული იყო. აი, სასწაული, ძალიან გემრიელი. ეხლა ესე იგი დარბაზში ჩავალთ. დავიწყებ პრესის კაჩაობით. შემდეგ გავაგრძელებ წვიმებზე გადავალ. შემდეგ 40 წუთი კარდიოს ვიზავ. კარდიო მოვაკელით. ყოველი კარდიოს მერე გვაქვს ესე იგი ჰიპერექსტენსია 5 კილოიანით და გავაკეთებთ 4 მისვლას 15-20 გამეორებას რა. იმიტომ რომ წელი გავაძლიეროთ. თან მეს ფიზიკში ძალიან გვჭირდება თავარი ღერძები, რაც არის. მოკლედ ახლა ჩავედით დარბაზში რა, უკვე მივედით თითქმის. ავეთ დაგემშვიდობებით აქ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ლაიქება, რომ დიდი ბიცეპსები გქონდეს. წავედი. ესე იგი, ახლა ველოდებით. ორი მისვლა დარჩა. დავიწყეთ კაბელ ქანჩებით. შემდეგ გავაკეთებთ leg race-ებს ტუნიკზე. მერე გავაკეთებთ წვევებს. წვევების მერე გავაკეთებთ კარდიოს 40 წუთი. და 40 წუთიანი კარდიოს შემდეგ გავაკეთებთ უკვე ჰიპერექსტენზიას. ყველაფერს განახებთ, რა როგორ ვაკეთებ. და მოკლედ წავედი რა ახლა. ვეცდები რომ 4-5 მისვლა გავაკეთო. 15-20 გამეორება. შედარებით დაბალი წონებზე გადავედით. მაქსიმალური პაუზა, ნეგატიური ფაზით, ნელი გამეორებით. წავედი. ესე იგი ხალხო. კაბელ კრანჩებს ვიწყებთ დაბალი წონით. ეს იქნება პირველი სეტი. მაქსიმალურად პაუზა. დაფიქსირება.
და ნელი დაშვება რა. დიდი ალბათობით ახლა გამიჭირდება ძალიან ამის გაკეთება, იმიტომ რომ ხერხემალი ძალიან ტყივა ამოვარჯიშე ზოგადად და დღეს მით უმეტეს რა. მოკლედ ცადოთ რა, თუ ძალიან სულად არ მეტკინა, გავქაჩო. ავიწყოთ. ამოვარჯიშის მთავარი პრინციპი არის, რომ მაქსიმალურად გავწეროთ ქოური, ანუ ჩვენი მუცელი მაქსიმალურად წელავ და ვასრულებ სულ შეკუმშვას. შემდეგ როცა ვკუმშავთ, ვაპაუზებთ და მერე ისევ ნელ-ნელა ვუშვებთ. ცოტა რთული ვარჯიშია. მაგრამ თუ დაამუღამე, ერთ-ერთი საუკეთესო. ეს პირველი მისვლა. მოკლედ, წონას გავუძდი ცოტას ახლა. და დავიწყებ მეორე სეტს რაღაც 1 წუთში. ესე იგი, მეორე სეტზე ვართ ახლა. ცოტა თავს შევუძლებთ, რომ ცოტა კი არა ძალიან. მაგრამ ეს იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ ვარჯიში ჩავარდოთ. წავით, წონა გავზარდე ცოტა. მაქსიმალურად წელავ. ოთხ სეტი დავასრულეთ კაბულ კრანჩებზე. გადმოდივართ ლეგ რეისებს. ამასაც ვაკეთებთ 4 სეტს. მაქსიმალური პაუზა. ნელი გამეორება და ფიქსირებულად 15-20 გამეორება რა. დავიწყოთ. ესე იგი ხალხო. ახლა გადმოვიდი კარდიოს. ახლა რა უკვე 20 წუთია დაახლოებით კარდიოზე. უნდა გავაკეთოთ 40 წუთი. ანუ პირველი ნახევარი გავიდა რა, მეორე ნახევარი დავრჩა. უნდა გამეკეთებინა წვევები. მაგრამ წვევების გაკეთების შემდეგ კარდიოს მე ვერ გავაკეთებთ. აი მაგის შანსი იყო 0. იმიტომ წვევებს თუ გავაკეთებ, ვაკეთებ მაქსიმალურად. ამიტომ კარდიოს შემდეგ გავაკეთებ ჰიპერექსტენზიას და ჰიპერექსტენზიის ბოლოს შემდეგ გავაკეთებ წვევებს. ესეთი გეგმა დავისახე. ესე იგი კარდიოს ველოსიპედს ვაკეთებთ. აწვი იქნება ძირითადად ლაპარაკები ხოლმე, ლაპარაკი იქნება და მუსიკას არ გავაკეთებ ბექგრაუნდზე. იმიტომ რომ ყველაზე მეტად მე რაც მიყვარს არის ხალხთან კომუნიკაცია იმ მხრივ, რომ ვესაუბრო იმ თემაზე, რაც აინტერესებთ. ესე იგი, ეხლა მე ამ კარდიოს მოვჩე, თორე ძალიან რთულია თან ესე გადაღება და თან კარდიოს კეთება. ყველაფერს განახებთ, მთელ ვარჯიშის პროცესს. წავედი ახლა მე კარდიოს მოვჩე და შემდეგ საღამოს გვექნება მცირე motivation speech-ის ავით რა. ნახოთ როგორ იქნები, როგორ წაიღებს. წავით.
ძალიან რთული დღე იყო, მართლა. ემოციურად იმდენად არა, როგორც ფიზიკურად დამღლელი დღე. მთელი დღე მომიწია საცობში დგომა, მანქანით. თითქმის მთელი თბილისი შემოვიარე. მე ორჯერ ალბათ ასე აღარ ვიზავ. გარეთ არ გავალ. ამიტომ არ მიყვარს გარეთ გასვლა ერთ-ერთი მიზეზი. ამიტომ არ დავდივარ არსად. ესე იგი, ხარ 11 საათი ხდება. ვარჯიში მოვჩით. რაც შეიმეძლო გავიწურე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დროს უფრო მეც ვაკეთებ და უფრო მეტი შემიძლია, მაგრამ დღეს ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს იყო ჩემი მაქსიმუმი. მე ესე ვთქვი. უფრო მეტი შემეძლო, მაგრამ თან არ ვიცი. ანუ ესეთი ფიქრები მაქვს. აქ ჩემი პატარა არის. მოკლედ, ესე იგი, ის თქვა მინდოდა კიდე. ზოგადად მე ვთვლი ესეთ რაღაცას რა. თან ახლა ბრენჯი კეთდება ორაგულთან ერთად. ესე იგი, მე ვთვლი, რომ ერთი მცირე ნაბიჯი მაინც ჯობია, არ გადმულ ნაბიჯს რა. შეიძლება ახლა ბოდიალო კიდევაც რაღაცა უაზრობას ვლაპარაკობ. არც მომისმინოთ. უბრალოდ ცოტა მიქრის რა, ეს ბოლო პერიოდია. რამდენი 4 კვირა გადაგვრჩა, თუ უფრო ცოტა შეჯიბრამდე. 25 დღე დაახლოებით. არ მახსოვს, ზუსტად არ მოგაწყვეტთ და იმის თქმა მინდა, რომ საღლიცინო დრო აღარ გვაქვს რა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად და პიკი დავდოთ და გავიტანოთ. პოზირებიდან დაწყებული, ყველაფრით დამთავრებული. ეს არის ჩემი გეგმა და ამ გეგმას არ გადავუხვევ არასდროს. ამისთვის ცოცხლობ, ამისთვის ვარსებობ და ეს საქმე რომ მიყვარს, ამის გამო ვაკეთებ. გისურვებთ, რომ თქვენც იპოვოთ ესეთი რამე, ესეთი საქმე, რაც გიყვართ და სიამოვნებას განიჭებთ. მიუხედავად ყველაფრისა, ერთმა დამიწერა კომენტარებში, რომ იცი რა მეგობარო, ბოდიბილდინგი რთულია, შეეშვი რა. და რა უბრალოდ ხუმრობით გავეცი პასუხი მარტივი ფაფის ჭამაა თქო რა. სარკაზმით. და რა რთულია. ანუ რა მართლა ვერ ხვდები. რას რთულია, არაფერი არ უნდა გავაკეთოთ? მასე რო იყოს წარმატებას ვინ მიაღწევს? შენ გარდა შენ ძმაკაცი მიაღწევს შენ წარმატებას? თუ მამა შენი, თუ დედა შენი, თუ რომელიმე შენი ოჯახის წევრი, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი და სხვა პიროვნება. ასე არასდროს არ უნდა იფიქრო რა. მე ესე ვთვლი. ეს არის ჩემი მენტალიტეტი. და ესე ვაპირებ ცხოვრების ბოლომდე, თუ რამე არ შეიცვალა, რა თქმა უნდა. მე ვთვლი, რომ ეს საქმე არის ის, რაც მე მაბედნიერებს. არ აქვს მნიშვნელობა თავის ხარჯებს და არ აქვს მნიშვნელობა მაგალითად სცენაზე რამდენს რა ეხა სცენაზე რო დგები, გონიათ რომ მოიგო მილიონს მოგცემენ? არა. ზოგ შეჯიბრზე ვაფშე არაფერს არ გაძლევენ მედალის გარდა და ხარჯები გაქვს 3 და 4 ციფრი. და ანუ არაფერს არ იღებ. ეს პრობლემა არ არის. პრობლემა საერთოდ არ არის ამაში. პირიქით. როცა ეს სპორტი სიამოვნებს და ეს საქმე გიყვარს, შენ ამას აკეთებ შენი სიამოვნებისთვის, შენი სიყვარულისთვის. არ მესმის უბრალოდ არ ვიცი მართლა. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი განაპირობებს წარმატებას. და ასე ვთვლი რა. არ ვიცი, მართლა არ მესმის ეგეთი ადამიანების, რთულია და თავი დაანებე. ანუ რა მე მართლა ვერ ხვდები, რთულია, ხო? თან 17 წლის ხარ, წადი რა იცხოვრე, როგორც ხვევი. და დრო რაში დავკარგო? ბარში გავიდე დასალევად? გარეთ გავიდე ბირჟაზე, რასაც ხვევი აკეთებენ? თუ რავი, რა გავაკეთო? რამე უკეთესი ვარიანტი გააქვს? მე რაც მაბედნიერებს და რაც სიამოვნებას მანიჭებს, იმაში ვხარჯავ ჩემ მთელ დროს და ენერგიას. ეს სპორტი არის ცოტა არ იყოს და რთული სპორტი, მართალია. მე ბევრ რამეზე გიწევს უარის თქვა, მაგალითად ძმაკაცები გავლენ, რესტორანში გავლენ, შაურმის საჭმელად გავლენ, შენი ოჯახის წევრები მაგალითად შაურმას მოიტანენ სახლში და იმას შეჭამენ, გამოიძახებენ ბურგერებს, სუფრას გაშლიან და შენ ზიხარ და ვერაფერს ვერ აკეთებ, უბრალოდ უყურებ.
ამაზე უნდა დაისტრესო? რატომ უნდა დაისტრესო? ამას შენ ირჩევ. შენი გადაწყვეტილება, თუ არ შეგიძლია ამის კონტროლი, მაშინ ეს საქმე შენთვის არ არის. თავი დაანები. უნდა დათმო რაღაცეები. და მაგალითად კიდე ესეთი ასე შევხედოთ. ძვირია ეს სპორტი. ძვირი რომელიც სპორტი არ არის, მაგით დავიწყოთ ჯერ. ან რომელიც საქმე არ არის, რაშიც მთელ დროს და მთელ ენერგიას დებ. ყველაფერი ძვირი გამოდის მასე და ყველაფერი რთული გამოდის. რა ფეხბურთს რო თამაშობთ ზოგი და ფეხბურთელობა რო გინდათ, აღჭურვილობა, ბუცები, შიპოკები. მე მომობ ხარისხიან რაღაცაზე, მაგ ხარისხიან აღჭურვილობაზე. ძვირი არ ჯდება? ან რავი, სხვადასხვა დანამატები მანდ არ გჭირდება თქვენი აზრით? არ ვიცი, მართლა არ მესმის, ანუ რა მე რო რთულია. მე ეს საქმე მაბედნიერებს, ეს საქმე მიყვარს, ამ საქმისთვის ცოცხლობ და ვაპირებ ამ საქმეს ბოლომდე გავყვე. და ჩემი ოცნება არის ეს. ჩემი ცხოვრება არის. ეს ვაქცია ჩემ ცხოვრებად. მე ამას ვთმობ. მესმის ყველანაირი კომპრომისი, შეიძლება ბავშვი ვარ და არ მესმოდეს, მაგრამ მე ახლა ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი გონებიდან გამომდინარე, რასაც მე ვფიქრობ და რასაც მე ვხვდები, ვაანალიზებ, მე ეს მიღირს. იმიტომ რომ ეს საქმე მიყვარს და ერთ-ერთი საქმეა, რაც მაბედნიერებს მართლა. ეს მინდოდა რა რომ მეთქვა. კიდე გვექნება ესეთი ხშირი ლაპარაკები, იმიტომ რომ როცა პრებზე ხარ და როცა ესეთ მდგომარეობაში ხარ, მენტალურად ცოტა ესეთი ლაპარაკები ხშირად გიწევს რა. ბევრ რამეზე ფიქრობ ძალიან და ბევრ რამეზე გაფიქრებს. მაგალითად რატო აკეთებ ამ საქმეს? ღამე ფიქრი არ გასვენებს, რომ მეტი რატო არ გააკეთე? მეტი შეგეძლო? არ ვიცი. მაქსიმუმს რატო ვარდებ? ძალიან ბევრი ფიქრებია ეგეთი ღამე ყოველთვის მოდის. ძილის მაგალითად. სანამ დაიძინე 20 წუთით ადრე, 10 წუთით ადრე. ფიქრობ რომ რატო იტანჯები ამისთვის? რა ხეირი შენ? აი ეს ხეირი რო გაბედნიერებს. აი ეხლა ხვდები მაგას. როცა ღამე არ არის. ღამე კიდე შეიძლება ამ ღამესაც წამოვიდეს ეგ ფიქრები რომ რა, მართლა რა. ანუ ვერ ხვდები. ნუ მოკლედ, მე ასე ვფიქრობ, ეს არის ჩემი მენტალიტეტი და წარმატებას გისურვებთ ყველას. რო იპოვოთ ის საქმე, რაც გაბედნიერებთ, როგორც მე ეს საქმე მაბედნიერებს. და მე ამ საქმისთვის ვცოცხლობ. ეს მინდა და მეთქვა. და სულ ეს არის. ეხა ორაგული გაკეთდა, ბრინჯის კეთდება, ცოტა ხანში იქნება. და კვება რო იგმექნება, უკვე ჩაგერთვებით ისევ რა. წავით. ესე იგი, მე აქ ავიმზადე უკვე კვება. თავი ჩემი 80 გრამი ბრინჯი, 250 გრამ ორაგულთან ერთად და ერთმა მკითხა კიდე ესეთ ფერს როგორ აძლევ ბრინჯსო რა. და ბრინჯს ესეთ ფერს ხარშვით არ ვაძლევ, ანუ სუნელი არის, ფლავის საკმაზი ქვია და იმას ვაყრი. ეს არის ჩემი ბოლო კვება დღის, ამას ახლა შევჭამ და დაიმშვიდობებით რა. ამიტომ ხალხო, ცუდ ნეგატიურ ფიქრებს არ აყვეთ. ეს ხემო ჩემი რჩევა. მეც მიჭირს, მაგრამ ასე არის საჭირო. ყველას გისურვებთ წარმატებას და მშვიდობიან დღეს გისურვებთ რა. აბა კარგად იყავით, აქ დაიმშვიდობებით. ხვალ გადავიღებ ვიდეოს აუცილებლად ყველაფერი დანამატებზე, რას როგორ ვიღებ, მთლიანი დღის რაციონს, კვების გამზადებას და ასე შემდეგ. ვეცდები რა ყველანაირად, რომ ეგ საინტერესო ვიდეო ჩავწერო. იმიტომ რომ ბევრი წერს ხოლმე კომენტარებში. მოკლედ, წავედი ახლა და კარგად იყავით.